Ხედავთ რა ზეიმია და როგორ განწყობა. მთელი საქართველოს ზეიმობს, მთელი სამეგრელოს ხობი ზეიმობს და ეგ არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. მეტი არაფერი არ გვქნება ჩვენ. ეს არის ძირითადად. რომ ეს ფესტივალზე ჩამოვედი და პატივობას ხონდა ფესტივალის გასწრაში მიმება მონაწილეობა ეს ფესტივალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გადაუჭერბებლად ერთ-ერთი გამორჩეული არის რეგიონის ფესტივალების შორის. ეს მისასალმებელია, ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს ძალიან აქტიური ასეთი სახალხო ღონისძიებები. მნიშვნელოვანია ეს როგორც სოფლის მეურნეობის ეს არის ტრადიციის გაგრძელება და ყველა რეგიონი უნდა აიღოს ეს მაგალითი. მეშვიდედ ტარდება ხობის საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით სიმღერა სამეგრელოზე. ეს არის არაჩვეულებრივი ფესტივალი და დღიდან მისი დაარსებისა მისი მონაწილე გახდა. ყველა ფესტივალი ეძღვნებოდა გამოჩენილ ხელოვანს ან გამოჩენილ პიროვნებას. წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება ქალბატონ თამარ გვერდწითელს და ანსამბლ რუსთავს. ჩვენთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ, რომ ესოდენ დიდი პატივი ხვდა წილად. ძალიან სასიხარულო და დიდი პატივია ესწრებია. ისე რომ ბატონაზოს ულოცა ჩვენ სასიხარულო კულტურის მოღვაწეს. იმიტომ რომ საქართველოს კულტურა წარმოუდგენელია სასიფერო. ბატონაზოს გარშემო ერთმა საქართველოს მისი თავი მოინა აი მედროშე ქართული სიმღერის მუსიკის განვითარების და ძალიან მოხარული ვარ რომ ესეთ ადამიანურ